ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტის ჩასაბარებლად ემზადება. ამ წუთებში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო ახალი მთავრობის შემადგენლობას იხილავს, რომლის ერთი წევრიც საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მინისტრია. კვიტაშვილთან ერთად შესაძლოა უკრაინის მთავრობის უმაღლეს ეშელონებში ეკას ღულაძეც ვიხილოთ. ღულაძეში ნაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას თავაზობენ. მთავრობის წევრების გარდა უკრაინელებს სხვადასხვა სფეროში კონსულტაციებს ყოფილი ხელისუფლების სხვა წევრებიც აქტიურად გაუწევენ. მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში სწრაფი და ეფექტური რეფორმების გატარება. რადიკალურ ცვლილებებს კი უკრაინელები ქართველების განეულდებიან. ალექსანდრე კვიტაშვილის კანდიდატურა რადას პრეზიდენტმა პოროშენკომ პირადად წარუდგინა. Грузія завжди була нам близькою братньою країною. საქართველოს ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს უკრაინის მმართველმა კოალიციამ მხარი კონსულტაციების შემდეგ დაუჭირა. რადას დეპუტატები სწრაფი და რადიკალური რეფორმების აუცილებლობაზე საუბრობენ და საქართველოს ყოფილი მინისტრებისგან დახმარებას ელოდებიან. დავსვით ძალიან ბევრი შეკითხვა, მათ შორის მინისტრთა კაბინეტის უცხოელ წევრებთან დაკავშირებითაც. ვფიქრობთ, რომ ეს არჩევანი გაამართლებს. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს, უკვე 8 თვე გავიდა და ეკონომიკა ისევ ეცემა. ამიტომ გვჭირდება სწრაფი შედეგები, რომ ხალხში დეპრესია შევაჩეროთ. თუ ეს ხალხი ამას აკეთებდა საკუთარ ქვეყანაში, ესე იგი ჩვენთანაც შეძლებენ. ამ ადამიანებმა, ვინც მათი კანდიდატურები წარადგინეს მინისტრების პოსტზე, აიღეს პასუხისმგებლობაც მათ საქმიანობაზე. მთავრობის შემადგენლობას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ. ოპოზიციის წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს და მინისტრთა კაბინეტში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ყოფნა გააპროტესტეს. უკრაინაში არსებული კორუფციის და ეკონომიკური ვარდნის წინააღმდეგ ქართველების დახმარების იმედი აქვს კიეველების ნაწილსაც. ისინი კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურებას მოითხოვენ და ქართული გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე საუბრობენ. მშვენიერია, მე მხოლოდ მომხრე ვიქნები. კარგია, რადგან ისინი პატიოსნები არიან და არა კორუფციული სისტემის წევრები, ჩვენებივით. ქართველებს ვენდობით და მხარს გვიჭერენ. მადლობა თქვენ ასეთი ჭკვიანი ხალხისთვის. საქმე იმაშია, რომ ქართველები ჩვენს მთავრობას კი არ უჭერენ მხარს, არამედ უკრაინელ ხალხს. ისინი სუფთები არიან. ალექსანდრე კვიტაშვილის გარდა უკრაინის მთავრობაში ეკას ღულაძის კანდიდატურაც განიხილება, რომელიც სავარაუდოდ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს. საქართველოს ხელისუფლების ყოფილი წევრები უკრაინელებს სხვადასხვა სფეროში კონსულტანტების რანგშიც დაეხმარებიან. ჩვენი ექსპერტთა ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებებით კონსულტაციას უწევენ უკრაინის მთავრობას. ეს არის ანტიკორუფციული მექანიზმების განვითარება და განხორციელება, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის დღეს უკრაინისთვის. ასევე არის რეფორმები, რომლებიც ძალიან ჭირდება ქვეყანას. საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების უკრაინაში მაღალ პოსტებზე დანიშნას არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა თბილისშიც. მისი პიარია მიასუთლი მაინც. რო დაგვიმტკიცოს, რომ აი მე მაგარი ვარ. რახან საქართველოში ვერ ვაფასებთ, არის ქვეყნები, სადაც ნამდვილად აფასებენ. მათი სპეციალისტებს, რომელსაც ესმით რას აკეთებენ და მე მგონია ძალიან კარგად გაართმევენ თავს და უკრაინა ამით მხოლოდ მოიგებს. უკრაინის ხელისუფლებაში მაღალი პოსტის დაკავება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსაც შესთავაზეს. მიხეილ სააკაშვილმა ვიცე-პრემიერობაზე უარი საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების სანაცვლოდ თქვა. თამარ ბაღაშვილთან განვაგრძობთ ამ თემაზე საუბარს. თამარ, ცოტა ხნის წინ უკრაინის ახალი მთავრობის ფორმირების პროცესს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორ აფასებს მიხეილ სააკაშვილი კიევში მიმდინარე მოვლენებს? დიახ, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ქართველი მინისტრის დანიშნასთან დაკავშირებით სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა კიდევ ერთი კომენტარი. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ალექსანდრე კვიტაშვილის შემდეგ უკვე უკრაინის მოქალაქეობას მიიღებს და შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაბამის პოსტს დაიკავებს ეკას ღულაძეც. ის როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ ინიშნება და ასევე მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა თბილისიდან განხორციელებულ ზარებზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კიევში მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები უკრაინაში მაღალ პოსტებს იკავებენ. ალექსანდრე კვიტაშვილს, რომელთან ერთადაც ჩამოვიდი ნიუ-იორკიდან, უშინცი, მიანიჭეს დღესდილით საქართველოს მოქალაქეობა დიდიდან. სანდრო უკვე ოფიციალურად შეძლებს თანამდებობის დაკავებას უკრაინის მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრობის. ასევე ეკას ღულაძეს გაფრინდა უკან ოჯახის სანახავად საკუთარი, მაგრამ როგორც დაბრუნდება, ეკას აიღებს საქართველოს მოქალაქეობას, უკრაინის მოქალაქეობას და ეკასაც შეიძლება თანამდებობის დაკავება. ყველა უკრაინელ მინისტრს ურეკავენ ეხლა და ყველა დონის თანამდებობის პირს
საქართველოს შესაბამისი კოლეგები. სამარცხვინო სერია განახორციელეს ტელეფონების ძალების. ამ ძალებს უბებოდნენ ასაუდასავაში რაც წაგიკითხია ყველაფერი მოუყვეს.